თეთრი სახლი ისტორიული შერეული ორთაბრძოლის ტურნირისთვის ემზადება და მთავარი ბრძოლა ქართველ ილია თოფურიასა და ამერიკელ ჯასტინ გეიჯს შორის გაიმართება. თოფურიას შანსი აქვს, რომ UFC-ის ისტორიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. ქართველ მებრძოლს ორგანიზაციაში 9 მოგების სერია აქვს და ჯერ არ დამარცხებულა. ტურნირი ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება. თეთრი სახლის ეზოში იმართება ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი. ღონისძიება თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. სხვათა შორის ბევრ შეეშალა და ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელიც დღეს დილის გამთენიას ადგა იმის გამო, რომ ეყურებინა ამ ბრძოლისთვის. ილია თოფურიას ბრძოლაზე ახლა სასაუბროთ სპორტული კომენტატორი სეტანტა სპორტიდან მინდია ციკლაური შემოგვიერთება. მადლობა მინდა უთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის და მინდია იქნებ განგვიმარტო განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებიც შეიძლება სპორტის ამ სახეობაში განსაკუთრებით ვერ ერკვეოდნენ, საერთოდ რა მასშტაბის მოვლენა არის ის, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მსგავსი რამ აქამდე არასდროს არ ყოფილა ბუნებრივია და დიდი ალბათობით არც იქნება მომავალში. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც გამართულა უშუალოდ ჩვენს სპორტში, MMA-ში და ძალიან საპასუხისმგებლო როლი შეხვდა ილიას და ბუნებრივია ჩვენ როგორც მისი კომაგები ვამაყობთ ამ ყველაფრით. ამხელა UNC არის მთავარი ჰედლაინერი, თან ისეთი ცოტა კომიკური არის ის, რომ ამერიკელია მეწოქე და უშუალოდ ორგანიზაციამ რომ აირჩიოს ამ ორიდან რომელი არ იქნება, აირჩევენ რომ ამერიკელი არ იყოს. ანუ ილია აუცილებლად უნდა იყოს მთავარ ბრძოლაში და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის, ასე ვთქვათ, ვარსკვლავურ სტატუსს. მინდია, რა შანსები აქვს ილიას თქო, არასწორი ფორმულირებაა თავისთავად შეკითხვის. პირადად ჩემი სუბიექტური აზრით ილია ფავორიტია ამ ორთაბრძოლაში. შენ ამ შემთხვევაში არა როგორც ქართველს, არამედ როგორც კომენტატორს, სპეციალისტს მინდა კითხო, ვის მხარეს უფრო იხრება წინასწარ, ასე ვთქვათ, სპეციალისტების შეფასებები. აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი თუ გულშემატკივარი თუ უბრალოდ მაყურებელი, რომელიც წელიწადში ერთხელ უყურებს, ფიქრობს, რომ ილია თოფურიამ უნდა მოიგოს და ზოგადად შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობაც იყოს თუ მოხდა და ილიას მეტოქემ გაიმარჯვა. ანუ ილიას გამარჯვებას ელოდება ყველა. მოდი მაშინ აქვე დავსვათ შეკითხვა, თქვენ აქტიურად ადევნებდით თვალს და ძალიან კარგად შუქდებოდა მისი სამზადისი ამ ბრძოლისთვის. გუშინ მან წონა წარმატებით ჩააბარა და მართლა ძალიან კარგ ფორმაში გამოიყურება. როგორ ფორმაშია ახლა ილია? კარგში, კარგ ფორმაშია. ილია ყოველთვის კარგ ფორმაშია ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად ეკიდება ამ ყველაფერს, ძალიან პროფესიონალურად უყურებს, თუ იბრძვის მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმზეა და ძალიან დიდი გუნდი ეხმარება მას იმაში, რომ აჩვენოს საუკეთესო უნარები, რაც აქვს მას და მთავარი ყველაზე დიდი სირთულე ზოგადად მებრძოლებისთვის არის წონის კლება და ეგ უკვე უკან მოიწოვა ილია. როგორი განწყობით ხვდებით ხვალინდელ დილას, ასე ვთქვათ და შეგვიძლია ამით დავასრულოთ საუბარი და ვთქვით, რომ ესა წილი მოვასწრო. განწყობა ყოველთვის, ასე ვთქვათ, ისეთი არის რა. მე ყოველთვის ვჯერა, რომ ქართველი მებრძოლი მოიგებს. ეს წინასწარ ასე ვარ ხოლმე და მომართული და ძალიან ხშირად ასეც ხდება. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი ივენთია. თუ ამას გულისხმობთ, რომ ივენთის ხარისხიდან გამომდინარე, კი, ძალიან დიდი ივენთია, თუმცა იცით, ილიამ მზად არის მსგავსი ტიპის გამოწვევებისთვის და მგონია, რომ დაბადებული არის. მართლა ესეთი ადამიანია, უნიკალური მებრძოლია და უნიკალური სპორტსმენია, რომ მისთვის პირიქით მოქმედებს. ანუ რაც უფრო დიდია ივენთი, რაც უფრო მეტია წნეხი, უფრო უკეთესი ხდება. გეთახმები აბსოლუტურად და ჩვენი საუბრის დასასრულს მეც დავამატებ რამდენიმე სიტყვა ზუსტად იმ გავაგრძელებ თქვენს ლოგიკას ვუსმენდი რა განცხადებებს აი ეს იმპროვიზირებული პრესკონფერენციასავით რო იყო სადაც როლები განაწილებულია გასაგებია და ერთმანეთი ასე ვთქვათ უნდა გააღიზიანონ გარკვეული გაგები ტემპერატურა უნდა აწიონ და ასე შემდეგ ილიას თითოეული სიტყვა მათ შორის მისი კონკურენტისადმი ვისაც უნდა ებრძოლოს იმდენად როგორ
იმდენად გამორჩეული იყო თავისი ასე ვთქვათ ღირსებით და შინაარსითაც, რომ მე როგორც ქართველმა ვიამაყე, მართლაც ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ კარგ მებრძოლთან, არამედ კარგი მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანთანაც და ეს ის შემთხვევა, როცა არა მარტო იმიტომ, რომ ქართველია, ილია იმსახურებს გამარჯვებას და თქვენთან ერთად მინდა უსურვო მასას და მთელ საქართველოსაც. მეც ანალოგიურად უსურვებ ილიას გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა, მინდია ციკლაური, სეტანტა სპორტის კომენტატორი იყო ჩვენთან ერთად.